იუსტიციის მინისტრმა წერტილი დაუსვა იმ გაუგებრობას, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა გამოიწვია. მინისტრმა განაცხადა, რომ მას აქვს მიღებული უმაღლესი იურიდიული განათლება საფრანგეთში და ამის დამადასტურებელი დოკუმენტები სტუდიაში, საზოგადოებრივი მაუწყებლის სტუდიაში ეკა კვესიტაძის გადაცემაში სტუმრობისას მიიტანა. თია წულუკიანმა განმარტა, რომ 4 დიპლომი აქვს და 2 იმ სასწავლებლიდან, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტებს და პრემიერ-მინისტრებს აქვთ დამთავრებული. ჩარჩოში ჩასმული დიპლომები მან საზოგადოებრივ მაუწყებლო საჩუქრად გადასცა. მე მაქვს 2 დიპლომი ენიდან და რატომღაც ეხა მე არ მინდა რომ მე რაღაცები ვთქვა ქალბატონ ჩიურას ეწყინოს თქვა სისხლი მომდის ტირი ვარ და ასე შემდეგ მიშველეთ მე მინდა ერთი რამე ვთქვა რომ მე ასეთ ადამიანებს გადავწყვიტე აღარ ვეკამა თუ ისინი არიან სუსტი ოპონენტები და ისინი არიან სუსტი ქალები ეს არის ენას დიპლომი რომელიც უზრუნველყოფს რომ ადამიანი გახდეს ადმინისტრაციული მოსამართლე გახდეს ადმინისტრაციული უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ასე შემდეგ და ასე შემდეგ მაგრამ ჩემთვის არ არის უკვე მაგრამ ჩემთვის ეს თემა არის ამოწურული